ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა კარის მიმართულებით და აი პირველი ხიფათიც მუჰამედ შერიფი ემუქრებოდა კუტალაძის კარს, თუმცა კუტალაძემ საიმედოდ ითამაშა. ეკონგოლო აქ ვერ ისარგებლა აქ ლიმას ფეხის დაცდენით და შემდგომ კლიაიჩმაც კარგად შეუზღუდა არეალი. ფაცაცია, კარი დაგდება იონსენი დარტყმა კარის მიმართულებით, კუტალაძე იგერიებს ამ ბურთს, ხელებში ვერ დააფიქსირა, თუმცა დამატებაზე არც ერთი თეთრმაისურიანი ფეხბურთელი არ იმყოფებოდა. ძებნიაური ეკუა კარგი გათამაშება ეკონგოლო დარტყმა კარის მიმართულებით რაშანს ანიავებს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ფრანსუა ეკონგოლო კლიაიჩმა გადაარჩინა ქუთაისის ტორპედო. შეიძლება შეტევის მიმართულება ოლხოვი პასი ბედოშვილზე. ნადარაიას და ბასილაძეს დღეს დიდი გამოცდა ელოდებათ ბედოშვილის დარტყმა რასილამაზის გოლი ვახო ბედოშვილი უბრალოდ გაისროლა ბედოშვილმა. ტურის მინიმუმ ამ ტურის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი. ვახო ბედოშვილის მორიგი გაბწყინება ჩვენს ჩემპიონატში. მისი მესამე გოლი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 1-ში. თქვი რომ უნდა უფრთხოდნენ ქუთაისელები და ნახეთ, სწორედ ბასილაძე იდგა მის პირისპირ და საჯარიმოს გარედან რა მაგრად დაარტყა ბედოშვილმა. ფრანსუა ეკონგოლო კარგი შეტევა შეიძლება ვიხილოთ, შეიწია ცენტრისკენ, დარტყმა კარის მიმართულებით, ასხლეტა და საბოლოოდ კლიაიჩს გაუადვილდა. კлау კვერკველია იყო აქ ტორპედოს მხარეს თავარი მოქმედი პირი, რა თქმა უნდა დადებით კონტექსტში, რადგან ის გადაიფარა სწორედ ეკონგოლოს გასროლას. ლიმარა კარგია, აგზელებს წინსვლას ბრაზილიელი, იონსენზე გაკეთა გადაცემა, დარტყმა კარის მიმართულებით და რა მომენტს ანიავებს ბიორნ იონსენი. მეორე შანსი ნორვეგიელს და მეორე გაცუდებული მომენტი. ჩაწოდება პაპავამ გამოიტანა ბურთი, ლიმას ჩაბრუნება. მამადუსახო დარტყმა კარის მიმართულებით და ეს ვინ იყო? ეს ვინ იყო, ვინც გააკეთა ბრწყინვალე სეივი, ბრწყინვალე მოგერიება. თუ არ ვწდები ვალერი ოლხოვი. გაძრა 40 წინააღმდეგში კამერუნელი ზუსტი პასიც გააკეთა ბედოშვილი დუბლისკენ მიდის დარტყმა კარის მიმართულებით და რა შანს ანიავებს ვახო ბედოშვილი პაპავაც გაუწყრა თანაგუნდელს შეეძლო რა თქმა უნდა ვახო ბედოშვილს აქ პასის გაკეთებაც თუმცა თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე აიყო თამაში მაგრამ ეკონგოლომ რა მაგრად იმოქმედა რა კარგი გათამაშება დახატეს აქ კახელებმა ოლხოვი საჯარიმოშია დარტყმა კარის მიმართულებით კლიაიჩი მოწოდების სიმაღლეზეა თუმცა ამით შეტევა არ დასრულებულა ბედოშვილი დაამშვიდა თამაში ბოლო 10 წუთეულში შევედით ნელ-ნელა ვაბანკზე უნდა იფიქროს ქუთაისის ტორპედომ და გადარჩა კლიაიჩი დღეს აჭრილია ამის თქმა ბოდიში ამ სიტყვისათვის მაგრამ ფაქტია რომ სერბი მეკარის დღეს არ არის. მიასრებს, წესით მიასრებს. კი ბატონო. კარგი პასიც გააკეთა, დარტყმა კარის მიმართულებით და სხვაობა უკვე ორ ბურთიანია. სერგო კუხიანიძე გატანილი გოლის ავტორი. ამაზე ვსაუბრობდი რომ სწრაფი შემტევები შემოიყვანა გიორგი მიქაძემ და საბოლოოდ ამ ყველაფერმა განაპირობა ის რომ სხვაობა უკვე გახლავთ ორ ბურთიანი. სერგი კუხიანიძე გატანილი გოლის ავტორი. ხედავთ აი ამ მომენტს. ფაქტია რომ იმ ფეხბურთელებმა ვერ შეცვალეს ღირსეულად ის ფეხბურთელები, რომლებიც დღეს აკლია ტორპედოს. შესაძლოა პრინციპში შედეგი იგივე ყოფილიყო,